მამა ბასილმა ბრწყინვალე შვიდეულში საქველმოქმედო ორგანიზაცია გურიას ბენეფიციარებს უმასპინძლა და ერთი ლამაზი დღე აჩუქა მათ. ნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი. განსაკუთრებული სტუმრები და საგანგებოდ მოწყობილი ეზო. მამა ბასილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკუთარ ოჯახში უმასპინძლა. ბრწყინვალე შვიდეულის დღე მასპინძლის გულუხობასთან ერთად ზიანმა ამინდმას გაათბო და გაალამაზა. ორგანიზატორმა გიდო ბაცითავა თავდაპირველად ბავშვები ეზოში საგანგებოდ მოწყობილ ეგზოტიკური ფრინველებისა და ცხოველების საცავში ამოგზაურა. ფარშევანგი და ყანჩა, ჩინური და ჰოლანდიური ჯიშის ქათმები, სხვადასხვა სახეობის ხოხბები ბავშვების აღტაცების მიზეზი გახდა. შვილის ნუკვრის გამოჩენამ ბენეფიციარები მეტად გაახალისა. პატარებმა ამ უწყინა ცხოველთან დაკავშირებული ამბები გაიხსენეს და მოგონებებში ვაჟა-ფშაველას შვილის ნუკვრთან ერთად დისნეის ბემბიც გააცოცხლეს. ბავშვების მხიარულებაში ჩვენც ჩავერთეთ და ეგზოტიკური ფრინველების ახლოდან მოფერებად შევძელით. აი ბავშვებო, ნახეთ როგორი სხვანაირი ქათამია, ნახეთ ხელში. საბოლოოდ ყველა ერთად მინი ზოოპარკის შთაბეჭდილებების ქვეშ დავრჩით. ჩვენ ერთი ბინადარი ძალიან კარგი იყო და ყველაფერი მომეწონა. შვენი ვნახე ძალიან კარგი იყო ქათმები. როგორი ქათმები? კარგი. ფარშავანგები, აბრაშუმის ქათმები და სხვა. ხოხობის ქათმები. ხოხობის ქათმები და სხვა ამფერები. ირები? თქვი. აჰა, თქვი. მამა ბასილმა ბავშვებს პიკნიკისთვის ყველანაირი გარემო შეუქმნა. მოზარდების ერთი ნაწილი მწვანე მოლზე დაგებულ ხალიჩაზე კოტრიალით ირთობდა თავს. მეორე კი მამა ბასილის შვილებთან ერთად მწვადს სწვავდა. როგორც მარიამი და ლუკა გვიყვებიან, ისინი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ამ დღისთვის რამდენიმე დღით ადრე დავიწყეთ მზადება. ჩვენ სტუმრად გვყავს ზურგეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ჩვენ ოჯახებით მეგობრობთ, საერთოდ მამაჩემი ხშირად დადის და ცდილობს, რომ ახლოს იყოს მათთან და ჩვენც ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს დღესასწაული მათთან ერთად აგვენიშნა, მათთვის გაგვეხალისებინა ეს ერთი დღე და ასე მხიარულად შევხვედროდით ამ დღესასწაულს. წვადებს, რომელიც ჩემი აზრით თითქმის ყველა კუთხეში საქართველოს არის ტრადიციული. სამზადებენ განსაკუთრებული სტუმრებისათვის და ჩვენ მეც მოვინდომე, რომ ეს ჩვენი სტუმრებისთვის გამეკეთებინა და ალბათ გავამივიდა. სანამ მწვადი იწვებოდა და სუფრა მზადდებოდა, ბავშვების გამხიარულებისთვის მუსიკალური ცენტრი ჩაირთო. ბენეფიციარებმა ტრადიციულ ცეკვებთან ერთად საკუთარი ძალებით სიმღერები შეასრულეს. მხიარულების შემდეგ მოძღვართან ერთად ბავშვებმა სამლოცველოში ილოცეს და სააღდგომო საგალობელიც შეასრულეს. ქრისტეანს დგანკრეთი სიგუდილი და სიგუდილი სადამდგუნველი. ჩვენს ობიექტივს მხედველობიდან ლამაზად მოწყობილ ეზოში სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ყვავილებიც არ გამორჩენია. იქვე ჰამაქში მჯდომის მასპინძლის მამა სტუმრების შთაბეჭდილებებს იზიარებდა. ჩვენ ეზოში რო ჩამოდი. როგორ იხედე, გამეიხედე ფარშავანგები ნახე, იქით შველი ნახე. ყველაზე მეტად გამოგეწონა. მე ის მომეწონა, რომ მამა ბასილის ოჯახში მოხვდი. აჰა, იგინი არ მოგეწონა ხოხბები და შველები? ყველანაირი მომეწონა, მე აყმოყარი და დავრჩი. მაგის იცი რამფერი შრომა უნდა ბალახს ვაძლევ, სიმინს ვაძლევ. ხო და როდო უძახებ, მოდის, მე წერან შველს უნდა უძახეს, სილან მოვიდა დენახე? დავინახე. ასე რომ შენ ზენახე? შველი რომ მივყვანეთ. საქველმოქმედო ორგანიზაცია გურიას ხელმძღვანელი ამ დღით კმაყოფილი ჩანდა. მისი თქმით, ბავშვების გვერდით დგომას და მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს. ბაბასა საკავშირო ჩვენთან ძალიან დიდი სიტყვა, დიდი სიყვარული, არის ოფისის მოძღვარი და კიდევ გომდიარი ეს დღე, ეს სასიხარულო და შესანიშნავი დღე, რომელიც მათ დღეს გვაჩუქა აქ მის ოჯახში, ჩვენთვის არის მეტად მნიშვნელოვანი და მე ვიდა დავლოცო ბაბა ბასილის ოჯახი, თავისი მრავალშვილიანობით დაუსრულო წარმატებები და ჩვენ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს მოვალისთვის და ისო ჩვენ ერთად ვართ და აი ბავშვების სიყვარულში და ისო ჩვენი ოფისი ხშირი სტუმარი არ არის გასაკვირი. სტუმრების გართობა და ზრუნვა ოჯახის ყველა წევრმა თანაბრად გაინაწილა.
ბედნიერი ვარ, რომ რაც ჩავიფიქრე, ლამაზად ასრულდა და ბავშვების გამხიარება და ინტეგრაცია მოვახდინე, ამბობს მოძღვარი. სხვა რა ვიცი, ვეცადე რაც შეიძლებოდა მხიარული ყოფილიყო ეს დღე ამ ბავშვებისთვის. მთელი კვირა ბავშვების განწყობილება არის და აი რამდენი რამ სააღდგომოდ რაღაც პასკა, კვერცხი რაღაცები გადაინახეს, რომ ამ დღისთვის ყველაფერი მზად ყოფნაში ყოფილიყო და თავიანთი ხელით გაამზადეს ეს ყველაფერი ეს რა ვიცი, თუ კი დავამახსოვრებთ ამ ბავშვებს დღევანდელ დღეს ძალიან ბედნიერი ვიქნები მე როგორც რა ვიცი ერთი უბრალო მოძღვარი. ძალიან მიყვარს და ძალიან ბედნიერი აი რა ვიცი ჩვენ ოჯახში რა დონის სტუმრები არ მობძანებულა და მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ჩემი სტუმრები ნამდვილად უფლის სახელით არიან ჩემ სეზონში ჩამოსული. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის რომ ეს ლამაზი დღე ძალიან განუცდიდი გუშინ ცოტა ესეთი ამინდი იყო. და დღეს რომ მზე ამოვიდა მე მგონი ესეთი ბედნიერი მზის ამოსვლა ჯერ არ შეხვედრივარ, იმიტომ რომ ის რასაც აი ვახერხებთ ამას სხვანაირად ვერ შევძლებდით. ბოლოს სუფრასთან მიპატიჟების დროც დადგა. ესთეტიურად გაწყობილ სუფრას სააღდგომო ელფერი დაჰკრავდა. ჩვენ ამაღლებული განწყობით დავტოვეთ მასპინძლის ოჯახი, თან ბავშვების ბედნიერი სახეები და დადებითი ემოციები გამოყვა.